გამარჯობათ, მე ვარ ქილერა, BLSN.UCOS.com-ის ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ თუ როგორ შევცვალოთ ამ საქაღალდეს აიკონები. მართალია ძალიან მარტივი რაღაცა ის, მაგრამ თუ არ იცით დაგეხმარებათ საქაღალდებით დახარისხებაში. როგორც მე ვაკეთებული მაგალითად ამ საქაღალდეზე, როცა როცა თამაშებისთვის შეიძლება ამ პროგრამებისთვის მოდი ამას გაჩვენებ. დავაჭიროთ საქაღალდეს მაუსის მარჯვენა ღილაკი, შევიდეთ properties, მერე customize და change icon. აქ შემთავაზებს თავის აიკონებს, აი ნახეთ, აქვს ძალიან ბევრი აიკონი, მაგალითად ასეთი გვინდა, OK და ესეთი აიკონი გამოჩნდება, ეს არის ჩვენი საქაღალდე. გასწავლეთ ეს ეშმაკობასაც professions change icon და აი ესეთი ცარიელი ადგილებიც არის. ეხლა OK და ეს ვაფშე ცარიელი გახდა, მაგრამ უფრო მაგარი ეშმაკობა. ეხლა ნახეთ, წავშალოთ და დავაწეროთ აი აქ წერტის არ გააკეთებს დამავიწყდეს საქაღალდე და მძიმე. ისეთ მძიმე. ეხლა ეს მძიმე წაიერთეთ ვინმეს აი აქ სადმე დააგდეთ რა, თუ მინდა დედის სადმე ან რაღაც აი სურათთან სხვა ვერავინ ვერ მიხვდება რა და ეს დაფარული ფოლდერში ვიდეოს გააკეთეთ და რაც გინდათ ის ჩაყარეთ, ვერავინ ვერ ნახოს თქვენს კარტა. ეხლა კიდე გაჩვენებთ ინტერნეტში შევალე ხო ამ წუთში ეს ჩვენი საიტი აუცილებლად შემოდით BLSN.UCOS.com-ზე და აი ახლა მოდი ჩავწეროთ Google მაგალითად ზუსტად ვიცი რომ არის აქ ეს აიკონები და გადმოვწეროთ აქედან ეს იკო ფაილები, რაც შეგვიძლია. სადა აქვს ამას გადმოვწეროთ. ამას ვიპოვე წავიდან მთელი საუკუნე, მოდი დავაპაუზოთ, ვიპოვე და ეს საიტი რა ვიცი არ გამომადგა და მოდი აი ამ საიტიდან ისე დავვლად ნომერ 1 აქ ისე ახალი მოვიცადოთ და შევიდეთ. ეს ჩამოწერა უკვე თორცდებით ჩამოწერა და აი ეს იკო ფაილი. მოდი ამ იკო ფაილებისთვის შევქმნათ ცალკე საქაღალდე. აი ეს და ჩავყავთ ყველა აქ. ეხლა დავახსოვთ new folder 3. პროპორციებში ისე ჩვეულებრივად change icon. ეხლა browser მივცემ desktop და ასე ჩავყავთ ეს იკო ფაილები. new folder 3. აი აქ გამოგვიტანა უკვე, მაგრამ ეხლა ესე მივცემ კარგად აინახოთ და დავაყენოთ მაგალითად რა ვიცი ნებისმიერ როდესაც ეს შენის. და ეს პაპკა იქნება შენის, უბრალოდ ჩვეულებრივად რაც. აი სადაც სხვაც რომ დარჩუნდეთ რომ მართლა ასეა change icon desktop new folder 3 აი მართლაც ასე. დამეწუნებით რომ თუ ამით ისარგებლებთ ძალიან ორიგინალური საქაღალდეები გექნებათ და მანამდე არ დაგავიწყდეთ თქვენ რომ აუცილებლად უნდა შეხვიდეთ საიტზე BLSN.UCOS.com და მიიღოთ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის. ამით ეს პროცესი დამთავრებულია.